აბსოლუტურად ყოველთვის გაძლევთ ღმერთი იმას, რაც ძალიან გინდათ. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ თუ თქვენ თვითონ არ ახართ დარწმუნებული თქვენს სურვილში, რაღაცა მაგალითად ძალიან მინდა რომ მოხდეს ჩემ ცხოვრებაში რაღაც. ამის შანსი თქვენ აუცილებლად მოგეცემათ, თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, უბრალოდ ესე უყველაფ რომ დაჯდე და ხელი არ გაანძრიო, ესე არა. თქვენ მოგეცემათ შანსი და ეს შანსი უნდა გამოიყენოთ ბოლომდე. თუ ვერ გამოიყენებთ ამ შანსს, მაშინ აღარ იწუწუნოთ. თუ თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ, მაშინ უნდა იფიქროთ მხოლოდ პოზიტიურად ამ საკითხზე კერძოდ. მაგალითად, მინდა რაღაც და წარმოიდგინეთ, როგორ მოხდება ეს რაღაც თქვენ ცხოვრებაში, როგორ გაგახარებთ, რა მაგარი ემოცია იქნება და მიიღეთ ეს ემოცია. მაშინ სამყაროც მოგცემთ ამ მაგრამ არის რაღაც, რაც ჩვენ სინამდვილეში სულაც არ გვინდა და უბრალოდ გონია, რომ გვინდა და ამაზე ვწუწუნებთ, რომ გვინდა და რატო არ გამოდის. აი მაგალითად მე მაგალითად სულ წუწუნებ, რომ აი დრო არ მყავფნის, რა კარგი იქნებოდა, რომ აი მაგალითად მძღოლი მყავდეს და ჩემი შვილები დაყავდეს ჩემს ძღოლს, იმიტომ რომ დღეს დილიდან ჯერ უფროსები მოვიყვანეს სკოლაში, მე ბავშვს წავიყვანე ბაღში, მე წავედი ჩემი შვილის დაბადების დღეა ხვალ და საჩუქარი წამოვიღე ჩემი უახლოესი მეგობრისგან, მე წავედი სამსახურში, მე სამსახურიდან წამოვედი ისევ სკოლაში, ეხა ესენი უნდა მივიყვანო სახლში, მე მოვიდე ისევ სკოლაში და ჩემი მესამე წავიყვანო სახლში, მე უნდა წავიდე ბაღში, გამოვიყვანო მეოთხე, წავიყვანო თერაპიაზე და თერაპიიდან უნდა მოვიდე სახლში, რის შემდეგაც უნდა წავიდე საქმიან შეხვედრაზე. ანუ ნახეთ და მე ვწუწუნებ, რომ ძალიან დავიღალე, მართლა ძალიან დამღლელია, მაგრამ სინამდვილეში რომ დავფიქრდი, მე არ მინდა მძღოლი, მე მსიამოვნებს ეს რუტინა და მომწონს ჩართულობა. ამიტომ ტყუილად წუწუნებ. იმედია დაახლოებით ავხსენი, რა შემთხვევაში შეიძლება წუწუნებდე ტყუილად. სინამდვილეში შენი სულაც არ გინდა, რაზეც წუწუნებ, შენ გინდა რომ ასე იყოს. ჩვენ როგორ ცხოვრობ, ძირითადად გვინდა ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ცხოვრება. ამიტომ თუ რაღაცის შეცვლა გინდათ, დაიწყეთ აი აქ ცვლილებით. მოიფიქრეთ როგორ გინდათ, აი როგორ გინდათ, როგორ წარმოგიდგენიათ. გაუკეთეთ ამას ვიზუალიზაცია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, აი როცა დრო გექნებათ, როცა მარტო იქნებით, ძილის წინ, როცა უკვე ბავშვებს დააძინებთ თუ ნუ რა ვიცი, ყველანაირ საქმეს მოილებთ. უბრალოდ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი რეალობა, რა გინდათ თქვენ. რომ შემდეგ ყველაფერი ისე გადაეწყოს, როგორც თქვენ გინდათ. წარმოიდგინეთ და დაიჯერეთ და ეს ხშირად გააკეთეთ. და რა თქმა უნდა, დახმარებას თხოვეთ ღმერთს. იმიტომ რომ სამყაროს შემქმნელი არის ღმერთი. და კი, სამყარო ყველაფერს ასრულებს ღმერთის წყალობით.